ბიძინა ივანიშვილს სანქციები აქვს ამერიკელებიდან ასანქცირებენ მის გარემოცვალს და მოსახლეობას აინტერესებს, ანუ ეს ადამიანები რო სანქცირდებიან, ანუ კონკრეტული სახელი და გვარები ამ ადამიანების გარშემო რა ხდება, ანუ დასასანქცირებულთა სია არსებობს ამერიკელების, არსებობს დასანქცირებულთა სია, მიდის დავა კამათი მერე ამ ადამიანებს რა, მერე სანქციები როგორ ეხება, როგორ ასე ვთქვათ, პრობლემებს როგორ უქმნის და რიგ შემთხვევაში აინტერესებს კიდე ადამიანებს კონკრეტული სახელი და გვარების გარშემო, ანუ აქ ქვეყანაში როგორ ასე ვთქვათ, რას აშაბებენ, ასე რომ ვთქვათ, აი ცუც რას აკეთებენ, მათ შორის აი კონკრეტულად ადამიანებისთვის, რომლებიც ახლა გვიყურებენ და აინტერესებთ აი კონკრეტული ასე ვთქვათ, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები ბჭყალებში, არ ვიცი, შეიძლება ბჭყალების გარეთაც მოპარული ფული ძარცვა და ასე შემდეგ. ანუ ამ გადაცემაში ახლა 3 ოლიგარქი დგას ზურგით და მაყურებელს ვეთქვი რომ ძალიან ჩვენ სტუმრები არიან. ესენით ხო ჩვენ ერთად იქნებიან დღეს გადაცემაში და სხვათა შორის გვაქვს კიდე ეგრეთ წოდებული შავი ყუთი და ამ შავ ყუთში სხვა ოლიგარქებიც არიან რომლებიც ჩვენ მოგვიწევს დროდადრო მუშაობა და ვფიქრობ საინტერესო იქნება. მინდა რომ ძალიან ადამიანურ ენაზე ასე ვთქვათ ახსნათ ამ ოლიგარქების კონკრეტული კორუფციული სქემები დოკუმენტებით, მათ შორის ფაქტებით მოუყვეთ ადამიანებს როგორ ასე ვთქვათ ძარცვავენ მოსახლეობას როგორ შეულობენ ფულს, მერე რატომ არიან რუსებთან შეკრულები, მერე რატომ აფინანსებენ ადამიანების ცემას რუსთაველის გამზირზე და როგორ არიან თანამონაწილეები ამ კრიმინალის. მოდი პირველი ახლა შუაში შტიკაცი რო იცნოს მოსახლეობამ, ხო? მოდი მოვატრიალოთ, ეს არის თავარი, ვის გარშემოც ასე ვთქვათ. ხო, თავარი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც თავარი სტუმარი იქნება დღევანდელი გადაცემის ამ ადამიანზე ბევრი მოგვიწევს საუბარი, იმიტომ რომ ამის გარშემოა, ხო, ეს ეგრეთ წოდებული ხე აგებული და შემხარეს, რა ვიცი, თან მით უმეტეს შენთვის თემატურია, კაცი მოატრიალე. უკვე შემოვიყვანოთ სტუდიაში. თან ეგრეთ წოდებული კალესტრები უკავია რა და რა არის ეს, ვინ არის? ეს არის ცნობილი პრემიერ-მინისტრების დამამშვიდებელი საშუალება გვახსოვს სოსო ფხაკაძე, რომელიც ვისოლ ჯგუფის დამფუძნებელი არის. ძალიან სხვადასხვა ეტაპზე შეიძლება ითქვას მინისტრებს ამშვიდებდა ხოლმე და ხვდებოდა. ხო ეს რუსულ კანონის მხარდამჭერითაც გქონდა. რუსულ კანონსაც მხარს უჭერდა. და ამავდროულად არის ჩართული სხვადასხვა კორუფციულ საქმიანობაში. მათ შორის ახლა თემატურად აქ საწვავის ისე ვთქვათ ბოცები უჭირავს ხელში და აღსანიშნავია რომ საწვავზე უნდა გავაკეთოთ მნიშვნელოვანი აქცენტი. ხო, იმიტომ რომ დასასანქცირებელთა სიაში ამერიკელების და კითხვის ნიშნებია რომ აი რატო არის რა და მარტივად რო აუხსნათ რა. უმიზეზოდ მან არ აღმოჩნდებოდა ჩვენ გვაქვს ექსკლუზიური ინფორმაცია რომ გარდა სხვა კომპანიებისა, რომლებიც საქართველოში დაკავებულები არიან სანქცირებული ნავთობპროდუქტების იმპორტით, ასევე ვისოლ ჯგუფიც ბოლო პერიოდია, შეიძლება ითქვას 1 თვეზე მეტი, ყიდულობს საწვავს რუსული სანქცირებული კომპანია გაზპრომ ნეფტისგან. ჩვენ გვაქვს ამის დამადასტურებელი. მე მინდა ხო ესე იგი რომ ის რა ქვია ეს გემი ვაჩვენოთ ხო რომ ნამდვილად რუსეთიდან წამოსული შემოვიდა ფოთში. შემოვიდა ფოთში 15 თებერვალს გავიდა ფოთიდან ისევ რუსეთში პორტ კავკასში და სავარაუდოდ იქ ისევ იტვირთება სანქცირებული რუსული ნავთობპროდუქტი და ისევ შემოვა ვისოლ ჯგუფის სახელზე. აი რატო ყიდულობენ სანქცირებულ ნავთობს? აი ხო შეიძლება რომ პირობად რუმინეთში იყიდონ, სხვა ქვეყნებში იყიდონ, ხო ეს საწვავი რატო ყიდულობენ რუსულს? ამას აქვს ორი ძირითადი მიზეზი. პირველი ეს არის ფასი. ოღონდ მნიშვნელოვანია რომ ეს ფასი არ აისახება მომხმარებელზე. ხო, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის მათთვის ფულის საკეთებელი საშუალება. ანუ სანქცირებულია, ვერ ყიდიან და ყიდულობენ იაფად რუსებისგან. უკეთებენ ფასდაკლებას, რომ ოღონდ ჩვენგან იყიდეთ, იმიტომ არავინ არ ყიდულობს და არის სანქცირებული. ესენი ამ ფასდაკლებით ყიდულობენ, მაგრამ საქართველოში როცა შემოაქვთ, ის ფასდაკლება იკარგება, ქრება მაგალითად საწვავი ნავთობპროდუქტები ჭრება ლონდონის ბირჟაზე დადგენილი ფასით, რომელსაც ეწოდება პლაცი. ანუ ბენზინის შემთხვევაში, დიზელის შემთხვევაში დღეს მაგალითად პლაცი არის
$70. შენ ამბობ რომ ჯერ რაც ღირს იმაზე იაფად ყიდულობენ, იმიტომ მოაქვს სანქციირებული რომ ღირს 700 რაღაცა, ეხლა რომ ამბობ რომ პლაცი ღირს 790 და ნუ ღირს ფაქტია, ნებისმიერ შეუძლია საჯაროდ მოიპოვოს, იმაზე ბევრად იაფად ყიდულობენ. მაგრამ ეხლა მოდი ვთქვათ, რაც ვიცით ოფიციალური, პირდაპირ მითხარი ლიტრზე, ოღონდ ოფიციალური. შენ ხო ამბობდა ვიცით რომ იმაზე იაფად ყიდულობენ, ხო? რუსი იმიტომ ყიდულობს სანქციებს. მე უთხრათ ეხლა მაყურებელს. 1 ლიტრის საწვავი ბენზინი რა ღირს ფოთამდე ოფიციალურად, ოღონდ სანქცირებულიც რო არ იყოს, აი ის ხო იაფად ყიდულობს, რა აი ბაზარზე რა ღირს. 1 ლიტრის საწვავი მითხარი ფოთამდე რა ღირს. შეგვიძლია დავითვალოთ. ამ შემთხვევაში ვიღებთ ეს ახლა შეიძლება თლათ არ შეგვეფერება იმის რა ქვია. მაგრამ დიდი კალკულატორი კარგია რომ რომელიც არ ცდება. რომელიც არ შეცდება. ესე იგი $735 ღირს დღევანდელი მოცემულობით 1 ტონა ბენზინი. პლაცის. კი ბატონო. $. გავამრავლოთ 2.8-ზე. გავამრავლოთ 2.8-ზე. რაც ეროვნული კურსი გამოვიყვანოთ ლარი და მე ეს უნდა გავყოთ კოეფიციენტზე, ანუ ეს არის ტონა და გადავიყვანოთ litrებში. ბენზინის შემთხვევაში ეს არის 1340. ხო, ეხლა მაყურებელს რო აუხსნათ, ესე იგი 1340 litrში ლიტრია 1 ტონაში. ხო, იხდიან $735 ჯერ 2.8, ანუ ლარში რო აუხსნათ რა. მივიღეთ კონკრეტული თანხა, ეს არის 1 ლარი და 53 თეთრი. კი ბატონო. ანუ 1 ლარი და 53 თეთრი დღეს, ხო, დღის მდგომარეობით. დღის მდგომარეობით და მან არ ითვლება ის ფასდაკლება, რომელიც არის სანქცირებული გამომდინარე. ეს ოფიციალური ფასი. პირდაპირ მათ ჯიბეში წავიდა. ეს მან და არა ის. ნუ სავარაუდოდ მოდი ვთქვათ რომ რუსეთში თუ ლარი და 53 თეთრი ღირს ფოთამდე პირობითად არასანქცირებული, ხო? სანქცირებული ნავთობში, მაგრამ 1 ლარზე მეც არ გადაიხდიან. მაგრამ დავანებოთ თავს იმას რაღაცას ჯიბეში რო ჩაიდებენ კიდე. ამ ოფიციალური ფასი ლარი და 53 თეთრი. საქართველოში ბენზინი, ანუ ამ შესაბამის ბენზინის გასამართ სადგურებზე ღირს, რა ვიცი, 3 ლარი და 40 თეთრი ღირს მე მგონი სუპერი, 3 ლარი და 20 თეთრი ღირს რაღაცა ლეგურა. უფრო ძვირი. ორჯერ უფრო ძვირი, ხო? მარტივად რო თქვა. ანუ ანუ მე მგონი რომ მარტივი ის არის, ხო? გასაგებია, ლარ და 53 თეთრად იყიდა ბენზინი, მოიტანა ფოთამდე, ფოთში შემოვიდა და უკვე არ ვიცი, ფოთშიც რო ჩაასხა თუ გურიაში ჩაასხა თუ თბილისში, ღირს ამდენი. ორჯერ უფრო ძვირია, ფაქტია. დიზელის შემთხვევაშიც ანალოგიური ფორმულით შეგვიძლია დიზელის დავითვალოთ და დიზელი რამდენია? $710 არის დიზელის ღირებულება 1 ტონა, პლაცი 2.8-ზე და ამ შემთხვევაში უნდა გავყოთ 1200-ზე. ხო, იმიტომ დიზელის უფრო მძიმეა ბენზინთან შედარებით და 1200 ლიტრი გამოდის 1 ტონა დიზელში. 1 ლარი და 65 თეთრამდე მაქსიმუმ რა. 1 ლარი და 73 თეთრიდან 1 ლარი და 65 თეთრამდე მაქსიმუმ. და ასევე სხვა სქემებიც არსებობს, რომელიც ხო, ანუ სანქციებისგან თავის არიდებას ეხება, კიდე სერტიფიკატებს ცვლიან, თითქოს შემდეგ ეს საწვავი არ არის წარმოებული რუსეთში და წარმოებულია ყაზახეთში, თურქმენეთში და მერე მიაქვთ ევროპაში და ევროპაში ყიდიან ეს საერთოდ თაღლითური სქემა არის, დიდი ფული კეთდება და აი ამ დიდი ფულიდან გამომდინარე ვიღებთ მერე იმ განცხადებებს, რომელსაც ხედავთ, ხო, გამოდის სოფაკაძე და ამშვიდებს ირაკლი კობახიძეს და მოგვიწოდებს რომ თურმე რუსული კანონი არის კარგი და ის აი შევაფასოთ რა მარტივად შევაფასოთ ესე იგი ბიძინამ და ვასომ რო იხეიროს თქვენ იხდით ორჯერ მეც ოფიციალურად ასია ხო თუ სოსო ბხაკაძე ხო სოსო უკაცრავად სოსომ და ბიძინამ რო იმას ხო მისი ძმა სოსომ და იმა რო იხეიროს ხო ესე იგი ორჯერ მეც ვიხდით ოღონდ მოდი ახლა ვთქვათ რომ პირდაპირ რო ეხა მარტო ეს ხალხი არ არის ამ ნავთობში სხვებიც არიან და ის სხვები შავყუთში არიან და ნელ-ნელა ამ ადამიანებზეც ვისაუბრებ ხო ეს არ არის ერთჯერადი შემთხვევა მესამე ჯერ იყო ეს გემი შემოსული საქართველოში, სავარაუდოდ კიდევ შემოვა და ეს უკვე არის კონკრეტული მტკიცებულება, რომელიც უკვე იძლევა იმის საფუძველს, რომ ეს ადამიანები ამ შემთხვევაში სოფხაკაძე ოფიციალურად მოხდეს დასანქცირებული ადამიანების სიაში. რატომ არის მნიშვნელოვანი ის, რომ სანქცირებული კომპანიებისგან არ ვიყიდოთ არაფერი? იმიტომ რომ ეს კომპანიები არიან პირდაპირ დონორები ომის უკრაინაში. მოდი ახლა ვთქვათ რა. ამან იყიდა სანქცირებული ნავთობი გაამდიდრა რუსმა წავიდა იყიდა ტანკი და მოვიდა აგერ და საოკუპაციო ხასთან და ოკუპაციას მოიცმოც
იციან ხოლმე რომ უკრაინაში ომის და უკრაინაშიც კი არა საქართველოში აფინანსებს ომს ოკუპაციას კი და ყოველდღიურად რომ ადამიანებს იტაცებენ კლავენ საოკუპაციო ხაზთან ეს ადამიანები ნებით უნებლიეთ შეიძლება ხა ვიღაცამ თქვას რომ იცი რა ეხა მე რაღაცა ფული ვიშოვე ნახე ეგ არის უბედურება რომ ესე უყურებენ აი მე რო ვიშოვე ეხა პატარა ფულს ეგ ეხა დიდი არაფერი არ არის როგორ შეიძლება ოკუპირებული ქვეყნიდან მილიონები ესე იგი აშოვნინო მტერ ქვეყანას რომელიც მე იმ ჯარისკაც ხელფას უხდის ტანკს ყიდულობს იარაღს ყიდულობს და მე ქართულს გიკლავს საოკუპაციო ხაზთან ხო ანუ ესეთ რაღაცეებს ეხა ვერ გაიქცევი ძმაო ეხა ვასოს თუ სოსოს თუ გონია რომ იცი რა ჩვენ ესე იგი ძმები ეხა ფულს ვიშოვით რუსებს გავამდიდრებ და არაფერი ეხა რა ვაჭრობაა კაცო ეს ბიზნესი ნახე ესე უყურებენ რა ვასო მართლა ეგრე უყურებენ ვითომ არაფერი მაღალი პასუხისმგებლობა არ უნდა კონდეს ეხა ამ ხალხს მოტყუდება ეხა ძალიან ბრაზდები ხოლმე რომ შევხედოთ ვისოლის ბენზინგასამართ სადგურს აწერია რომ ეს არის ვისოლი მაღალი ხარისხის საწვავი და ეკო პრემიუმი ამ ეკო არის ევროპული კომპანია და აწარმოებს მაღალი ხარისხის საწვავს მაგრამ თუ ყიდი გაზპრომის საწვავს სანქცირებულ საწვავს რატომ აწერ ბენზინგასამართ სადგურზე ეკოს შენ დააწერე არა მე ფარისეულობის დონე იქ ევროკავშირის დრო შეუკასრავად მაგრამ რუსეთთან მიდიოდა რომ გაზპრომ ნეფტის საწვავი ნახოთ მომხმარებელი გადაწყვეტს თუ არა შემდეგ ჩაასხას ის საწვავი რომელიც ნაყიდია გაზპრომ ნეფტისგან იგივე ეხება სხვა კომპანიებსაც რომლებიც ასევე ყიდულობენ იმ კომპანიებისგან რომლებიც სანქცირებულები არიან და მე გადაწყვეტს თვითონ მომხმარებელი გაზპრომ ნეფტის საწვავი მოიხმაროს როსნეფტის თუ რომელიმე სხვა კომპანიის როგორც მომხმარებელი შეიძლება საქართველოს მოქალაქე პატრიოტი საერთოდ არ მინდა რომ ჩემი ფულით დაფინანსდეს რუსული აგრესია უკრაინაში ან რუსული ოკუპაცია საქართველოში და შენ თუ ამას აკეთებ ჩემი მოტყუებით რომ მე მიწერო იქ ეკო პრემიუმი და ევროპული საწვავი და ამ დროს გაზპრომის საწვავს მტენი მატყუებ ხო ეს დაჟადი უნდა იყოს ამიტომ თუ ყიდი გაზპრომის დამიწერე რაც არის ნავთობის გარდა კიდე ერთი სტუმარი ყავს და დრო შირ ვარ გაგვექცეს ესე იგი მოკლედ მოყვები რა რომ ახალ წელს იმ პირობებში როცა ხალხს ასისხლიანებდნენ რუსთაველზე კალაძე მოიწვია საკრებულოს დომა და განიხილა ეგეთი თემა რა ესე იგი ხაკაძემ თხოვა რომ მეო სახელმწიფოსთვისო გავაკეთებო 2,600,000 ლარისო სიკეთესო მივცემო თბილისელებსო მაგრამ ამისთვის კონკრეტულია K2 კოეფიციენტი გამიზარდეო 2.5-დან 3.5-მდეო ხო ვიცი არაფერი ხა ვიღაცამ ჩაიხედა დოკუმენტი თქვა რომ ხა 0.1 რაღაცა ერთით გაიზარდა რა მოხდა დაშავდა ახლა ამით და რეალობაში რა გაზაფხულის ქუჩაზე ხდება დედაქალაქში და სხვათა შორის სამეზობლოს იქ აწუხებს ეს ამბავი და საჩივარის დაწერილია და ასე ვთქვათ მოსახლეობა ჩართულია რა აი მოკლედ რო გითხრა რა 2.6 მილიონი სიკეთეს გავაკეთებო და თვითონ რაც უნდა მიიღოს ეს ჯამში ღირებულება, ეს საბაზრო ღირებულება, რო დათვალო, არის 18.5 მილიონი ლარის. ეხლა 18.5 მილიონი ლარის ჩემი ცნობილი კალკულატორი უნდა ავიღო. ესე, რომელიც არ ცდება. ხო, რომელიც არ შეცდება. ესე იგი 18.5-ს გამოვაკლოთ 2.6. 15.9 მილიონი ლარის სიკეთე მიიღო ერთი საკრებულოს გადაწყვეტილებით მარტო ახალ წელს. ეხლა ბევრი რო არ გავაგზელო. ანუ მე ეს კაცი რო გაამხნევებს ვიღაცას და რუსულ კანონს ხარს დაუჭერს, ანუ აი ამ კალისტრებიან კაცზია საუბარი, არ გავიკურდება. მოკლედ შემდეგი ღირებული გამხნევებელი ყოფილი. ხო, ეხლა 15-16 მილიონი ლარა შეიძლება ბევრმა სხვამაც გაამხნევოს, ხო, ეხლა პატარა ფული არ არის 15 მილიონი ლარი, ეთან ერთი რაღაც ერთი გადაწყვეტილებით რა, უცებ. კარგი, მოკლედ ეს ორი სტუმარი ესეთი აქტიური სტუმრები გავიარეთ და შემდეგი სტუმარი უნდა შემოვიდეს ეთერში. ეს არის ბიძინა ივანიშვილი, საყვარელი დეიდაშვილი, უჩა. დასანქცირებულია, ხო, ბევრი ქვეყნის მიერ. პირველი ობიექტია, ასე ვთქვათ, სანქციების, აგერ სარჩელია, მომზადებული მაქვს შენთან და ანტიკორუფციულთან დავა, დიდი ტომებია ამაში. არქივი ინახავს პრემიერ-მინისტრის სასამართლოში მოსვლასაც ნოღაიდელს ამ თემაზეც მივიღოთ, მაგრამ აი უჩა მამაცაშვილზე მოსახლეობას მოკლედ უთხრათ. ელექტროენერგიის ტარიფი. რა კავშირშია ელექტროენერგიის ტარიფთან და გაძვირებასთან უჩა მამაცაშვილი?
ეს არის ძალიან საინტერესო მოვლენა, რომელიც 2016 წელს დაიწყო. ჩვენ მაშინ როცა დეფიციტი იყო ელექტროენერგიის, საქართველოს ყიდულობდა ელექტროენერგიას სხვა ქვეყნებიდან, მაგალითად აზერბაიჯანიდან ამ შემთხვევაში. რუსეთიდანაც ყიდულობენ მათ შორის. რუსეთიდანაც ყიდულობდა და გაიზარდა ეს წილი, რაც ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფო კომპანია სემეკი ყიდულობდა აზერბაიჯანულ სახელმწიფო კომპანია აზერ ენერჯისგან. ელექტროენერგია კონკრეტულ თანხაში, მაგალითად 5 ცენტი პირობითად რო ავიღოთ. შემდეგ უჩა მამაცაშვილი როგორც საჯარო მოხელე და ის იყო თანა საპარტნიორო ფონდის დირექტორის მოადგილე, ან საგანელიძის მოადგილე, მარტივად რომ აღვიქვათ, იყო მივლინებული აზერბაიჯანში და მისი ვიზიტის შემდეგ გაჩნდა მესამე მოთამაშე. ანუ პროდუქტის გამყიდველსა, ანუ ელექტროენერგიის გამყიდველსა და მყიდველს შორის გაჩნდა შუამავალი კომპანია ელგრინი. ეგეთი რამე გააკეთა ხა ჩვენ შორის, მე და შენ რამის გაცვლა გვინდოდეს და ეს დადგა შუაში რა. ხო, ხო ის გააკეთა. პირდაპირ შენ აღარ გაძლევ. ხო, შუაში არის ეს. უჩას ვაძლევ და მე უჩა გაძლევს შენ. ხო, ეს უჩა პირდაპირ არ ფიგურირებს, ფიგურირებს ზურაბ ნოღაიდელი, სულხან პაპაშვილი, კომპანია ელგრენის სახით, ამაზე ჟურნალისტური გამოძიება არსებობდა, სტუდია მონიტორის, მათ შორის ყოფილი ეკონომიკის მინისტრი ქობულია ამას საჯაროდ ამბობდა და თან იმას ამბობდა რომ მე ამის გამო მომხსნესო რომ ეს კომპანიები მოვიკითხე. არ მინდოდა შუამავალი კომპანიები ყოფილიყო. მოდი, მოკლედ დავუხსნათ ახლა რა, აი ძალიან დიდ სიღრმეებში ვარ შევიდეთ. ანუ X თანხად ყიდულობდით ელექტროენერგიას, გაჩნდა უჩა თავის მაფიოზური კლანით და თქვა რომ ახლა ამ X თანხას დამატებული რაღაც თანხა კიდე რომელსაც მე მოსახლეობა იხდის დამატებით გაცასახადად და მე უნდა ვიყო ძმოუშუაში. ანუ ჩემი ხელის გავლით უნდა მიიღოს ელექტროენერგია საქართველოს. ეხლა მოდი ისიც ვთქვათ, რომ ტარიფი პირობითად მომაქვს, შევახსენოთ მაყურებელს, რომ ტარიფი რა იყო წინა ხელისუფლების დროს ამოღებული მაქვს რა, რომ 2011 წელს საშუალოდ ელექტროენერგია ღირდა 13.6 თეთრი. ანუ 13 და 14 თეთრამდე და დღევანდელ მოცემულობაში ეს დღეს გაფერილი ტარიფები ხო განახევრდება და ვიღაცას მიაქვს თეთრები და რაღაცა. დღევანდელი ასე ვთქვათ, საშუალო ფასი არის 19 თეთრი. ანუ საშუალოდ რასაც იხდის მოსახლეობა. ანუ და ამ მაფიოზურ ასე ვთქვათ მომპარაობაში და წილში რომ ოფიციალურად ჩაჯდა 2016 და შენ ყვები კონკრეტულ კომპანიაზე კონკრეტული დავებია აგერ ეს დასტურდება იმით რომ ჩვენ ვითხოვდით რომ გაასაჯაროვით. თუ ამით არ იზრდება ანუ მესამე ადამიანი თუ დაემატა უბრალოდ როგორც მოხალისე, ხო, მყიდველსა და გამყიდველს შორის და როგორც თვითონ გვიმტკიცებენ რომ ტარიფი არ იზრდება, უბრალოდ ეს შუაში ესეთი ადამიანია და ეგ ისე მოსამართლემ გითხრათ, ხო, მოსამართლეს თქვენ რომ გამოითხოვონ. ეს ხელშეკრულება და ვნახოთ რა ტარიფში ყიდულობს, რა ტარიფში ყიდის. მაგრამ ყველაზე სასაცილო რა იყო, მოსამართლემ გითხრათ რომ მე მახსოვს ეგ პროცესი, ანუ ვესწრებოდი ყველა პროცესს, მოსამართლემ ეგეთი რამე თქვა რომ ანუ სიტყვაზე ენდო უჩა მამაცაშვილს რა. ანუ არსებობს ხელშეკრულება, ნოღაიდელის მოვიდა არსებობს, ოღონდ ჩვენ ფულს არ ვიგებდო, ისევ დგავართო რა, შუაში. ფულს არ ვიგებდო უჩა მამაცაშვილის მოწმე. ამით რას გედავებოდნენ, რომ ჩვენო ცილი დაგწამეთო, მოგებას არ ვღებულობთო, მაგრამ ხელშეკრულება არ გაასაჯაროს და მეტიც მოსამართლეს ლაპარაკი რო იყო, რომ შინაგანი რწმენისთვის შენ მაინც ნახე, როგორც მოსამართლემ, ეგეც არ ნახა, ეგეც მახსოვს. მოკლედ ეს კაცი, ეს უჩა მამაცაშვილი არის რომ ელექტროენერგიის დიდ მაფიაშია ჩაფლული, მე ვიცი რომ ეს კაციც და შენს გაქვს ეს ინფორმაცია ჩვენ ამაზე ბევრი გვიმუშავია, სანქცირებულ ოქროსთან დაკავშირებითაც დიდ სკანდალებში გახვალ და ამაზე მე მგონი ეს გადაცემა ნამდვილად არ გვეყოფა ხა რომ ამის ოქროებზე ვილაპარაკოთ, სანქცირებული ოქროები ჩანთით როგორ შემოაქვთ საქართველოში და RMG Gold-ი და ბალანჩივაძე რომელიც ჩვენ მოწმეთ გამოვიდა სასამართლოში და არ მოვიდა დაიმალა. არ მოვიდა და მოსამართლემ უპატივცემულობის გამო 50 ლარი დააჯდა. დაიქცეოდა მილიარდელი ბალანჩივაძე 50. წარმოგიდგენიათ ხო, ანუ რუსთაველზე დგომისთვის 5000 ლარით რო გაჯარიმებენ და ის საერთო სასამართლოზე არ მოვიდა, როცა მოსამართლემ მოწმეთ გამოიძახა და 50 ლარით შემოვიდა. აი, ეხლა კიდე რა ამ დენთან დაკავშირებით რო ეს უჩამ რო გაძარცვა ხალხი და რაღაცა და ერთ საინტერესო რამე მინდა კიდე აი რამდენჯერმე წავიკითხე და სიმართლე გითხრა თვალებს არ უჯერებდი რა. ანუ რა უწერია ბიძინა ივანიშვილი, რას ედავება ბაჩიაშვილს და ბერმა ვერ აღიქვა რა. ანუ ელექტროენერგიას ბიძინა ივანიშვილი ბითფურში ანუ გლდანში და ბევრისთვის ეს არ ვიცი შემოვლითი გზით თუ წავა ადამიანი ახავს ხო ამ ეგრეთ წოდებულ ქარხანას რაღაცა თავისუფალი ეკონომიკური ზონაა და 10 სიხდის ბიძინა ივანიშვილი ელექტროენერგიაში თან ეს არ არის საყოფაცხოვრებო კომერციული ანუ კომპანიები როცა იხდიან 29-ს ხო 29-ს ეს იხდიდა 8-ს
ამ ბიტფურში ეს კაცი გამოიმუშავებდა კრიპტოვალუტას, ხო იძახი რომ ბიზნეს ივანიშვილი აქ ფულს ვარ შეულობსო. ხო, მაგრამ ვიღაც ხო ჯეროდა მილიარდელი კაც აქ რა შოა, არაფერს აი ხა ბიზნესამ რა იშოვა. ბრალში უწერია, ბიჭო, წავიკითხე, შენ წაიკითხე ეს? რამდენი ბიტკოინს ედავება? ანუ ბიზნეს ივანიშვილი მილიარდ ლარამდე არის, ხო? მოიცა კაცო, კალკულატორი ცნობილი დავიდეთ აგერ. ეხლა გეტყვი რამდენს ედავება და მოსახლეობა უნდა იცოდეს რა, ანუ რას წერს, ბრალში ბიზნესა რას წერს. ბიზნესა ამბობს მოინიშნე შენ ვარ მოგატყუმან. რო 8250 ბიტკოინიო მომპარა ბაჩიაშვილმა რომ მე ნენელა ბრალს ამძიმებს და 9000 ბიტკოინამდე ავიდა რა. ეს 9000 ბიტკოინი იცი რა მინდა ტელეფონში ფასი რო ნახოთ უცებ მე მგონი $93000 ღირს დღეს ცოტა დაიკლო ბიტკოინმა. მეგრე მახსოვს ხო? დამეხმარეთ 93000-ია. 97-იც იყო. 93-ზე ვიანგარიშე. საშუალოდ შეგვიძლია 100. აი 93-ზე არა ეხა ბიზნესა მე არა თქვა ხო. 100-ზე მეტიც. ლარს მოძდებს ხო იცი ისეთი კაცია და $93000 თქვა. ანუ ბიზნესა ედავება $827 მილიონ დოლარს. ნახე ბიზნესამ თქვა რომ მეო მანდ ბიტფურშიო, ბაჩიაშვილის ხელითო გამოვიმუშავეო. ბაჩიაშვილს ასად ედავება რომ 100% არ ედავება თან. 60% ედავება რომ კიდე 40% კიდე ზედმეტი კიდე არის, ანუ 8000 ბიტკოინი, 9000 ბიტკოინი ზემოთ კიდე იყო. მაგრამ მარტო აქ ეს ეხა გავამრავლოთ $827 მილიონ, გავამრავლოთ 2 და 8-ზე. მოკლედ 2 მილიარდ 343,000 ლარს ედავება ბაჩიაშვილს. ანუ ნახეთ ანუ მარტივად რო აღიქვათ რა, ანუ ელექტროენერგიაში გადაიხადა ძვირი ფული, ჩვენ ბედაში გაგვიძვირდა რა. ქვითარი რომ მოგზო ძვირია. აი ხა ჩემი მეზობელი არის კამათობ ხოლმე რა. გურამ აი ქვითარზე რო გიწერია რომ იხდი 19-ს და ვის რა ქვია თონერო აქვს ჩვენსას გაგას და 39-ს იხდის კომერციულ ფას ხო ელექტროენერგიის, იმიტომ რომ თონი აქვს და პულს აცხობს. ბიზნესა იხდის 8 თეთრს და 8 თეთრად რო გამოიმუშავა, აი რო დახარჯა 8 თეთრი. აგერ 2 მილიარდ 353 მილიონ ლარს ედავება ბაჩიაშვილს. ამას ეხა 40%-ს უდაამატებ. ბიზნესა თვითონ ამბობს რომ მარტო ბიტფურიდან, ბიტკოინებიდან ტიპმა 3 მილიარდ ლარამდე წაიღო. აი მოპარა რა. ეგ რის ხარჯზე ხო? ეს რო ყოფილიყო ჩვეულებრივი ბიზნესი, არ იქნებოდა ამ თანხებზე საუბარი, ეს იყო სახელმწიფოს ხარჯზე გამდიდრება. აი რამდენი ადამიანი ბიტფურში დასაქმებული. მე კი ვიცი, მაგრამ ძალიან ცოტა ალბათ, იმიტომ რომ ზირითადად ანუ მაინინგი და ადამიანური რესურსი ძალიან 10-12 კაცია. რავი, 20. და ამ მაინინგის ანუ ბიტკოინების გამომუშავების მთელი ხიბლი იმაში მდგომარეობს, რომ შენ კონდეს ელექტროენერგია ძალიან იაფად და არ იხდი და გადასახადებს. რაც ბიზნეს შემთხვევაში იყო უზრუნველყოფილი, ანუ ბიზნესამ უზრუნველყო, რომ ბიტფური ყოფილიყო თავისუფალი ინდუსტრიული ზონა. ბაჩიაშვილსაც ჩვენ ფულს ედავება რა. მოდი პირდაპირ ვთქვათ. დაახლოებით ბაჩიაშვილს ედავება ჩვენს კონდეს რაღაც პრეტენზია, ჩემი სოლიდარობა ბაჩიაშვილს, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში დევნილია ოლიგარქის დევნილია, მაგრამ ნუ არსებობს, მაგრამ ეხლა თუ არა, ჩვენ ფულს ედავება. ივანიშვილის ეკუთვნის წილი შეიძლება საქართველოს მოქალაქეებსაც მე რო ელექტროენერგია გამის. აი ეხლა რო ხალხს ელექტროენერგია გაუძვირდა, იმიტომ რომ ეს კაცი და ისმა გამოღებული მაქვს რა 2021 წელს სხვათა შორის რომან გოცირიძეს ჰქონდა სემეკისთვის მიწერილი რა და ბატონ რომან გოცირიძე ამაზე ძალიან პროფესიულად მუშაობს ხოლმე ამ საკითხზე და 2021 წლის სტატისტიკა ჰქონდა ძალიან კარგი. ამოღებული ბიტფურმა დახარჯა 470 მილიონი კილოვატ-საათი ელექტროენერგია ერთ წელიწადში. და ეხლა აი რა ძალიან რო წაიკითხავ ხა თუ ვერ ერკვევი ენერგეტიკაში აგავიგო ეხლა ეს 470 მილიონი კილოვატ-საათი რამდენია იცი? 30% თითქმის იმის რა ქვია აი თბილისი რასაც მოიხმარს დედაქალაქი რასაც მოიხმარს ხალხო ელექტროენერგიას ბიტფური მოიხმარს იმის 30%-ს აი პატარა გლდანში 10 კაცი რო ყავს ქარხანაში ბჭყალებში დასაქმებული რა წარმოგიდგენიათ რკინიგზა რასაც მოიხმარს ელექტროენერგიას 5ჯერ მეც წლიდან წლამდე მარტო აი ბიტფურმა თორე სხვაგანაც ხუა კაცო ეს კრიპტოვალუტა ეს კაცი რო არის კიდე ჯაფარიძე ვიქტორი მაგაზეც გვექნება შავყუჩი ბევრია რა ამით ორ კურდღელს კლავდა ივანიშვილი ერთი რომ ფული უნდა ეკეთებინა ბიტფურის საწარმოდან და მეორეა ელექტროენერგიის დეფიციტი ქმნიდა აუცილებლობას რომ იმპორტზე შემოგვეტანა ელექტროენერგია და უბრუნდებით პირველ სქემას იზრდებოდა იმპორტი, იზრდებოდა შუამავალი კომპანიების მოგება, იზრდებოდა ბიზნეს მოგება. ამ შემთხვევაში
ესეც დიდი ინტერესი იყო. ეხლა მოდი მისი მხრიდან. ეს სტატისტიკას ვთქვათ რა, რომ 2011 წელს, ესეც ბატონ რომანის ნამუშევარია და სემეკის პასუხებია. 2011 წელს საქართველო იყო ექსპორტიორი ქვეყანა ელექტროენერგიის, ანუ ყიდიდით ელექტროენერგიას და აგერ ციფრებში. ესე იგი, ყიდულობდით ზამთრის პერიოდში, როცა გჭირდებოდა, წელიწადში მაქსიმუმ ყიდულობდით ჩვენ 470 მილიონ კილოვატ-საათ ელექტროენერგიას. სამაგიეროდ ყიდით 930 მილიონ კილოვატ ელექტროენერგია. ანუ 2.5-ჯერ მეც, მინიმუმ 2-ჯერ მეც ყიდით. პოზიტიური ბალანსი. ეს 2011 წელს და 2021 წელს, ანუ იმ 21 წელს უბრუნდები, რომელზეც ანუ დოკუმენტური ინფორმაცია, დადოკუმენტო სემეკის ინფორმაციას ვამბობ რა. ესე იგი 470 მილიონი კილოვატის ნაცვლად გავყიდეთ 200 მილიონი კილოვატი, ანუ 2-ჯერ ნაკლები გავყიდეთ და სამაგიეროდ, ესე იგი, ვიყიდეთ 390 მილიონი. ანუ უფრო მეტი ვიყიდეთ, ხო, ვიდრე წმინდა ექსპორტიორი ქვეყნიდან რაღაც ლაბორანტები გავხდით და ვყიდულობთ ელექტროენერგიას და თაობდე ეს რომ გაიზარდა ელექტროენერგია რომ დაგჭირდა რომ ვიყიდეთ. იმიტომ კი არა ახლა ვიღაცა თქვას რომ ეკონომიკა გაიზარდა და ქარხნები გაიხსნა და იზრდება მოხმარება. არა, აი ბიტფური, აგერ კიდევ ამობ 9.30% თბილისის ელექტროენერგია მიაქვს ამას. აგიტომ ორმაგი მოგების ინსტრუმენტი ქონდა. ერთი რომ ბიტფური და მეორე გაზრდილი მოთხოვნა ელექტროენერგიაზე, დეფიციტი, იმპორტზე შემოტანილი ელექტროენერგია, შუამავალი კომპანიები მეტი მოგება. ამ ყველაფრის ხარჯზე იზრდებოდა ტარიფი ელექტროენერგიის მოკლედ რა, ბიზნეს და მეორე მოქალაქე. შეჯამების კი რო წავიდეთ, ამ ეს კაცი ყარავს აგერ ბიზნესთან ერთად, იმაში რა ქვია, ნავთობით და გაძვირებული საწვავის ფასი და ამავდროულად მარტო ეს არ არის და ამ შავყუჩის ხვებიც არიან და ამასთან დაკავშირებით აუცილებლად გვექნება საუბარი. ეს კაცი, ანუ მისი დეიდაშვილი უჩა არის ელექტროენერგიაში და აგერ ტარიფებთან დაკავშირებით კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი რამეა ბიზნეს აღიარება, რო 9000 ბიტკოინს ედავება და ეს ანუ წარმოგიდგენია, ანუ რამხელა თანხაზია ლაბა თვითონ რასაც აღიარებს და ხა რასაც არ აღიარებს, რასაც არ წერს. ბაჩიაშვილთან საინტერესო იქნებოდა ესეთი დისკუსია. ხო, არა, აქედან მართლა ვამბობ, რა ქართული ხალხის ელექტროენერგიას მოიხმარს, კაცო, ეს ბიზნესი ხო არ არის ჯიბეში რო ჩაიდო 8 თეთრა და სხვათა შორის კიდე რა არის, ცი რომ ანუ მე ეგ დოკუმენტი ვერ მივიღე ვერასდროს. ანუ ბევრჯერ მოვითხოვე რომ ბიზნესა რო 8 თეთრს იხდი და ის 8 თეთრის გადახდილი აქვს თუ არ ვიცით. ხო. რეალობაში არ ხო რა ვიცი, შეიძლება არცა აგი გადახდილი და იმას აქვს. ხო, 8-ს იხდიდა, მაგრამ დოკუმენტი არ არსებობს, ბევრჯერ ვითხოვეთ რომ 8-ს რო იხდის, ეგ მაინც გვაჩვენეთ რომ ის 8 თეთრი მაინც გადაიხადა 470 მილიონი კილოვატ-საათი რო დაწვა წელიწადში? არა, მაგასაც ანუ ეგეც არა გვაქვს რა. დათვლილი ქონდა რომ წელიწადში მარტო აი ამ მაქინაცით 806 მილიონ ლარს აკრობდა რა. ეს არის თვალობა. წელიწადში და პრინციპში 5 წელიწადზე თუ გადავამრავლებთ, პირობითად ვამბობ რა, 4-5 წელიწადზე თუ გადავამრავლებთ, ამას ზუსტად იმ ციფრს ვღებულობთ, რასაც მე ბიტფურში აჩვენებს რომ მომპარაო რა. ადამიანს იმსახურებს სანქციებას. კი, არა, ჩვენ რო გიჩივლა, არა, ობიექტურად. ხო. არა, ამაზე ოქროსთან დაკავშირებითაც აუცილებლად უნდა გავაკეთოთ. კი. ბრიტანეთში რო კომპანიები ქონდა დარეგისტრირებული, ამაზეც უნდა გავაკეთოთ, იმიტომ რომ ეს კაცი არის მთავარი, ესე ვთქვათ, ერთ-ერთი შავი კასირი ბიძინა ივანიშვილის და ამას გარდა ხო არ ვანახოთ რამდენიმე. ანუ არა, არ გინდა, შემდეგისთვის დავტოვოთ. ვინ არის შავყუჩი არა? შემდეგისთვის. აი. აი, იცნება გარემოებები. საინტერესო ხალხია. შეიძლება დაემატოს კიდე მაგალითად. საინტერესო ხალხია. ჩადენილი დანაშაული. ბევრი არიან ერთყუთში არეტევა ის სხვათა შორის. ჩვენს მაყურებელს, ვინც ნახავთ ამ გადაცემას, გამოიწერეთ ჩვენი არხი YouTube-ზე. ვინც TikTok-ზე ნახავთ ამ გადაცემის მოკლე შინაარს, აუცილებლად იქნება ლინკი მითითებული კომენტარებში, ვინც Facebook Reels-ებში ნახავთ და სხვადასხვა გვერდებზე, ასევე ლინკი იქნება კომენტარებში, აუცილებლად YouTube არხს გულისხმობ და შემდეგ უკვე YouTube-ზე შეგიძლიათ რომ მაგალითად Facebook-იდანაც გადმოხვიდეთ და იქ გამოგვიწეროთ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თქვენი მხარდაჭერა, დიდი მადლობა.